ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულფასოვან ექსპლუატაციაში შესვლამ საქართველოს რეგიონებში ახალი ეკონომიკური მოლოდინები გააჩინა. პროექტი, რომელიც ოფიციალურად 2 ივნის ამოქმედ და შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი რგოლია და ევროპასა და აზიას აკავშირებს. მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ მისი წლიური გამტარუნარიანობა მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა, რაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების წინაპირობაა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა მხოლოდ ქვეყნის სატრანზიტორულით არ შემოიფარგლება. პროექტი განვითარების ახალ შესაძლებლობებს უჩენს იმ რეგიონებსაც, რომლებზეც გადის. სამცხე, ჯავახეთსა და შიდა ქართლში ელიან, რომ გაზრდილი ტვირთნაკადები, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და ბიზნეს აქტივობის ზრდა ადგილობრივი ეკონომიკისთვის დამატებითი სტიმული გახდება. როგორც შეპესე Georail Consulting-ის დამფუძნებელი და დირექტორი, აკადემიური დოქტორი, სარკინიგზო ინჟინერიის მიმართულებით ლევან ლომსაძე გვეუბნება, საქართველოს მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყანა აღარ უნდა იყოს და დამატებითი ღირებულების შემქმნელ ლოგისტიკურ ჰაბად უნდა ჩამოყალიბდეს. ამ კონტექსტში მარაბდა ახალქალაქის რკინიგზა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ზოგადად საქართველოს ბოლო ათეული წლებია პოზიციონირებს როგორც სატრანზიტო ფუნქცია, მაგრამ უკვე ლოგიკური ეტაპი მოვიდა იმის, რომ გარდაიქმნას საქართველოს არა მარტო როგორც სატრანზიტო ქვეყნად, არამედ როგორც დამატებითი ღირებულების შექმნელი ლოგისტიკური სერვისების ქვეყნად. და აი ამ კონტექსტში სწორედ უმნიშვნელოვანესია მარაბდა ახალქალაქის რკინიგზის გახსნა და სრული კომერციული ექსპლუატაცია. აუცილებელი აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აქამდე ახალქალაქის სადგურს მხოლოდ და მხოლოდ ჰქონდა ფუნქცია სატრანზიტო ტვირთებს მომსახურებოდა, ანუ მარტივი ენით რო გითხრათ, ახალქალაქის სადგური არ იყო კომერციული ოპერაციებისათვის გახსნილი. ანუ რას ნიშნავს ეს? დატვირთვა გადმოტვირთვა არ ხდებოდა ან ექსპორტის ან იმპორტის რეჟიმში ახალქალაქის დანიშნულებით. შესაბამისად, სრულად მოკლედ ამ ფუნქციის შეძენა მულტიპლიკაციური ეფექტი ექნება უშუალოდ რეგიონისთვის. პირველი ეს იქნება აუცილებლად ახალი სამუშაო ადგილები, სრულად ამოქმედების შემდეგ მოთხოვნა და ახალ პროფესიებზე. ეს პირველი რაც მინდა რომ გამოვკვეთო, მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი რაც იქნება სწორედ ესეთ ჰაბებს, ანუ შრალ პორტი დავარქვათ ამ შემთხვევაში, აქვს ზუსტად ის მულტიპლიკაციური ეფექტი, რომელიც ქმნის დამხმარე ინფრასტრუქტურას მიმდინარე მოკლედ ტერიტორიებზე. ეს არის სასაწყობო ბარდები, ტერმინალები და ასე შემდეგ, რომელიც ბუნებრივია ახალ ეკონომიკურ სიცოცხლეს შეძლეს რეგიონს. ეს მეორე ნაწილი, რაც მინდოდა მეთქვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ახალქალაქის სადგურის მნიშვნელობა, ანუ ამიერკავკასიაში დღეს მდგომარეობით ახალქალაქის სადგური წარმოადგენს ერთადერთ აქტიურ მოკლედ სარკინიგზო კვანძს, ლოგისტიკურ ჰაბს, რომელიც პირდაპირ სარკინიგზო ხაზით უკავშირდება თურქეთის რკინიგზას და შემდეგ თურქეთის რკინიგზის გავლით მოკლედ ევროპაზე და ევროპის ბაზარზე აქვს წვდომა და აქეთ ხარეს თუ ჩავხედავთ ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ანუ როგორც ამიერკავკასიის რეგიონზე, ასევე შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა რეგიონისთვის, კერძოდ ჯავახეთისთვის, ვინაიდან კავშირებადობას უზრუნველყოფს უფრო მაღალი დონით და მარტივად რო ავიღოთ, ნებისმიერი საშუალო ეკონომიკურად აქტიურ საქმიანობას ეწევა, მისთვის ლოგისტიკური ხარჯების შემცირებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ახალქალაქის სადგურის სრულფასოვანი ფუნქციონირება. დღეს მაგალითად პირობითად ავიღოთ, თუ სარკინიგზო ტრანსპორტით შემოიტანს აღნიშნული მეწარმე, უნდა დაიცალოს ეს ტვირთი პირობითად ავიღოთ თბილისში და შემდეგ თბილისიდან უნდა მოხდეს ავტოტრანსპორტით გადაზიდვა. ან მეორე სცენარი თუ თურქეთიდან შემოაქვს პირდაპირ ავტოტრანსპორტით წამოვიდეს. აქ არ მინდა გამომრჩეს, რო არ აღვნიშნო ჯავახეთის უნიკალური ბუნება და ამ შემთხვევაში ზუსტად რკინიგზის კონკურენტული უპირატესობა, რაც არის ეკოლოგიური ტრანსპორტი, ესეც აი ძალიან მოკლედ უნდა გამოვყოთ ეს ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ რეგიონისთვის. პლუს ამას
გარდა ლოგისტიკური ხარჯების შემცირებისა, ანუ ინტეგრაციას ზოგადად ამ რეგიონის ჯავახეთის მთლიანად საქართველოს ეკონომიკაში უფრო გააძლიერებს და ჯავახეთში არსებულ საწარმოებს, რომლებიც დღეს ფუნქციონირებს, რომელიც პოტენციურად დაფუძნდება და ამუშავდება, ექნება მარტივი წვდომა, როგორც თურქეთის, ასევე თურქეთის გავლით ევროპის ბაზრებზე, ასევე რეგიონის მასშტაბით, როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის და ასევე შუა აზიის მიმართულებით და მთლიანად საქართველოს სხვა რეგიონებზე, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურაზეც წვდომა და ასე შემდეგ. მოკლედ, გაუმარტივდებათ ლოგისტიკური პროცესები და ეს აუცილებლად კონვერტაცია უნდა მოხდეს თანხაშიც, რომ შეუმცირდეთ ლოგისტიკური ხარჯები. რაც საბოლოო ჯამში მარტივად რო ავიღოთ, თუნდაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია, თუნდაც სეზონური სხვადასხვა რაც მოყავთ ამ რეგიონში, რომელიც აქტიური არის ძალიან სასოფლო-სამეურნეო კუთხით, მათი გატანა ბაზრებზე და ასე შემდეგ. აგრეთვე მისი გეოგრაფიული მდებარეობა ახალქალაქის სადგურის აძლევს უნიკალურ შანსს, მათ შორის სომხეთისთვის იქცეს ტვირთების მაფორმირებელ ცენტრად. თუნდაც ერთი სქემა, რომელიც სომხეთის ცოტა მოშორებით რეგიონებიდან, მაგალითად ერევნიდან და ასე შემდეგ, რკინიგზის გავლით მოვა ახალქალაქში და მეორე საავტომობილო ტრანსპორტით, რომელიც უფრო ახლოს მდებარეობს რეგიონები, მოვა ახალქალაქში, მოხდება ტვირთების კონსოლიდაცია, გადაფუთვა, დახარისხება და ასე შემდეგ, რაც კიდე დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას შექმნის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნელ-ნელა საქართველო უნდა იქცეს არა მარტო სატრანზიტო უბრალოდ გამტარად, არამედ დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შექმნელად ლოგისტიკური სერვისებიც. და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ კუთხით და უნიკალური შესაძლებლობა ვთქვათ ახალქალაქის სადგურს. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული ამოქმედების შემდეგ ახალქალაქის სადგურის ადგილობრივი ბიზნესისთვის გახსნის ალბათობა მაღალია, რაც ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს. მისი თქმით, ადგილობრივი ტვირთების გადაზიდვამ შესაძლოა წლიურად 100-150,000 ტონას მიაღწიოს, ხოლო სომხეთის სატრანზიტო ტვირთების დამატების შემთხვევაში საერთო მოცულობა 500-600,000 ტონამდე გაიზარდოს. ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს რკინიგზა საკუთარი შესაძლებლობების 10%-ზე ნაკლებით გამოიყენება და არსებული ტექნიკური პირობებით მისი გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ ტონას შეადგენს. მისი შეფასებით, სომხეთის ტრანზიტის, ჯავახეთის ტვირთების, თურქეთის მიერ ტარიფების შემცირებისა და ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ფონზე ტვირთბრუნვამ საწყის ეტაპზე შესაძლოა 1,200,000 ტონას მიაღწიოს, რაც მარშრუტის ფინანსური მდგრადობისთვის საკმარისი იქნება. ექსპერტი ასევე ვარაუდობს, რომ ახალქალაქის სადგურთან ერთად მარაბდა ახალქალაქის ხაზზე მდებარე სხვა სადგურებსაც მიეცემათ ანალოგიური განვითარების შესაძლებლობა. მარაბდა ახალქალაქის რკინიგზა. ეს დაახლოებით 160 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთია, რომელიც არ დაგიმალავდა აშენდა 1980 წელს. რატო უსვამ ხაზს 1980 წელს? აი 20, 30 და 40 წლის რკინიგზების განვითარების ისტორიიდან გამომდინარე, ეს ახალგაზრდა რკინიგზად ითვლება. ფაქტიურად 80-იან წლებშია აშენებული და მისი აშენება განპირობებული იყო პირველ რიგში რეგიონის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების კუთხის თვალსაზრისით. ბუნებრივია, აქ თუ რკინიგზელების ტერმინს გამოვიყენებთ, ეს არ იყო პირველი კატეგორიის რკინიგზა, განსხვავებით აი ძირითადი რაც არის ჩვენი უღელტეხილი და ასე შემდეგ, მესამე, მეოთხე კატეგორიის იყო, მაგრამ ფუნქციონალურად მისი დანიშნულება იყო რეგიონის სატრანსპორტო კავშირის და სოფლის მეურნეობის და მშენებლობის განვითარება. ბუნებრივია, ეს რკინიგზა, როდესაც აშენდა და უკვე 2007 წელს მოხდა ამ რკინიგზის გადაკეთება და ახალი 27 კილომეტრიანი ახალი მონაკვეთის, საუბარია ახალქალაქიდან თურქეთ-საქართველოს საზღვრამდე ახალი რკინიგზის აშენება, ხაზი მინდა გაუსვარ, ეს არის ევროპული სიგანის ლიანდაგი, მარაბდა ახალქალაქი არის საბჭოთა, ეგრეთ წოდებული რუსული, საბჭოთას ხმარობთ ხოლმე ლიანდაგი, ერთი ფართია, მეორე უფრო ვიწროა.
ნახეთ რის თქვა მინდა, თავიდანვე, როდესაც ეს რეკონსტრუქცია გახდა და აქ მოგეხსენებათ აზერბაიჯანის ფინანსური კონტრიბუცია ჩადებული, თავიდანვე უკვე ნათელი იყო, რომ ეს უფრო სატრანზიტო მიმართულების იქნებოდა და ძირითადად აქცენტიც ეს იყო. შესაბამისად, აი ამ გადმოსახედიდან ეს ერთი პარამეტრი და მეორე პარამეტრი ის, რომ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში ძალიან დიდი მოცულობით მაინც სომეხი მოსახლეობაა და სომეხი მეწარმეები არიან, აზერბაიჯანმა აპრიორი უკვე თავიდანვე პროექტ ხელმოწერის მომენტშივე განაცხადა, რომ აქ სომხეთის თვითნაკადი არ დაიშვებოდა. ბუნებრივია ეს ქართული მხარისთვის ეს უარყოფითი მომენტი იყო, იმიტომ რომ მისი რკინიგზის დატვირთულობას აი გარკვეულწილად ეს ნაკადი ჩამოაგდა. აქ საუბარია რეგიონის თვითნაკადზე და სატრანზიტო თუნდაც სომხეთიდან გამდინარე ნაკადს. ბუნებრივია ყველასათვის ცნობილია, რომ ბოლო წელიწადში დიამეტრალურად შეიცვალა მდგომარეობა და აზერბაიჯანის, სომხეთი, თურქეთ შორის გარკვეულწილად სტაბილიზაცია მისცა ბიძგი, რომ აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილებები ყოფილიყო მიღებული. 2017 წელს გახსნილი და სასტარტო რეჟიმში მომუშავე რკინიგზა უკვე აი ამ თვის პირველ დეკადაში მოხდა უკვე ოფიციალურად გახსნა და აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ამ გახსნამ მისცა ბიძგი იმისა, რომ გარდა სატრანზიტო თვითნაკადების მომსახურებისა წარმოიშვა შანსი და წინაპირობა იმის, რომ ახალქალაქის სადგური გადაიქცეს საკვანძო, ასე ვთქვათ, რკინიგზის სადგურად, სადაც გარდა სატრანზიტო ნაკადის გატარებისა შესაძლებელი იქნება ჩატვირთა გადმოტვირთვის ოპერაციების განხორციელება. მოდით კარგად რომ წარმოვიდგინოთ ლოგისტიკური კვანძი აი ამ საკითხის. დღესდღეობით არის ესეთი სირთულე, რომ ტვირთი, რომელიც პირობითად ახალქალაქში უნდა მოვიდეს, მოდის დაუშვათ თბილისის საკვანძო სადგურში, ანუ თბილისში, ეს იქნება ევროპიდან წამოსული ტვირთი, ან პირობითად ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთი მოდის თბილისში, სარკინიგზო ტრანსპორტით, იმის გამო, რომ ახალქალაქში ვერ ხდება ამ სარკინიგზო ტრანსპორტით ამ ტვირთის მიწოდება, ავტოტრანსპორტში ხდება ამის გადანაწილება, ეს რა თქმა უნდა ააძვირებს ლოგისტიკურ ხარჯებს და შემდეგ ტვირთის დოკუმენტების შეცვლის შემდეგ ავტოტრანსპორტით მოდის ახალქალაქის სადგურში. ეს ყველაფერი აძვირებს გადაზიდვას და აქედან გამომდინარე პერსპექტივაში ჩვენ უკვე რეალურად ვხედავთ, რომ აი ეს სადგური გადაიქცევა ჩატვირთა გადმოტვირთვის ოპერაციებისათვის მისადაგებული. აქ მინდა ერთი ჩაღმოვებას გავაკეთო, როგორც კი ეს ნიუანსი ამოქმედება და მიეცემა ადგილობრივი ტვირთების დამუშავების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მის ზურგს უკან და თქვენ ტერიტორიულად თუ დააკვირდებით, სურათები არის ახალქალაქის სადგურის, ის არის ცარიელ ტერიტორიაზე განთავსებული და აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ლოგისტიკური სხვადასხვა შესაძლებლობები, სასაწყობო მეურნეობები განვითარდეს და ზუსტად ეს არის იდეაში ახალქალაქის სადგურის ლოგისტიკური კვანძად გადაკეთების პირველი ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, აი ეს არის პირველ დეკადაში გახსნილი რკინიგზის დადებითი ეფექტი. ჩვენ გარკვეულწილად გქონდა ჩვენ ორგანიზაციას კვლევა ჩატარებული, გამოკითხვაც ჰქონდა და გამომდინარე იქიდან ხედავთ, რომ არა მარტო ახალქალაქის სადგური შეიძლება მიეცეს ასეთი ჩატვირთა გადმოტვირთების ოპერაციების შესაძლებლობა. ეს შეიძლება იყოს მარავდა, იქ არის თეთრი წყაროს სადგურია, ცხრაწმის სადგური და არის კიდე ერთ-ერთი სადგური, სადაც ხდება კარიერი ღორღის დამუშავების კარიერი და აი ეს სამშენებლო ინერტული მასალა შესაძლებელია რეგიონსაც მიეწოდოს. ანუ არა მარტო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყოს ეს შესაძლებელი. ამიტომ გარკვეულწილად აგრეგირებულად ჩვენ შევეცადეთ დაგვეთვალა ეს მოცულობა ტვირთის და მივედით იმ დასკვნამდე, რომ დაახლოებით 100-150,000 ტონა ტვირთი შესაძლებელია დაემატოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას ადგილობრივი თვითნაკადის სახით. ხაზი მინდა გაუსვა დამატებით იმ გარემოებას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისევე აი ამ პროექტის სიცოცხლის უნარობის შეძენის თვალსაჩინოდ. იმიტომ რომ დღესდღეობით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის წამგებიან რეჟიმში მომუშავე
რკინიგზა და ამის ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი ის არის, რომ ტვირთების ნაკლებობა. ამიტომ ვარაუდობთ, რომ ეს ტვირთნაკადი დაემატება, მისცემს შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად გადაიზარდოს რკინიგზა ეტაპობრივად. შეიძლება თქვათ მომგებიანო რეჟიმში არც გავიდეს, მაგრამ ფინანსურად წონასწორულ რეჟიმში შეიძლება იყოს გადასული. აქედან გამომდინარე, აი აქ როგორც ზემოთ გითხარით, აი გამოკითხვამ ადგილობრივ მეწარმეებთან, პირველ რიგში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანასთან დაკავშირებული შესაძლებლობა უფრო თვალხილული გახადა აქ, უფრო რეფრიჟერატორული ტვირთებით შეიძლება იყოს შემოსული. შესაძლებელია უფრო მეტიც თურქეთიდან, რადგან თურქეთმა უკვე გახსნის ამ საზღვარს, თურქეთიდან შემოვიდეს სხვადასხვა სამშენებლო მასალა და რევერსულად წავიდეს ახალქალაქიდან კარტოფილი იქნება თუ სხვადასხვა პროდუქცია. ამიტომაც ჯერჯერობით ეს სადგური არ არის ოფიციალურად ჩატვირთვა გადმოტვირთვის ოპერაციებისათვის, მაგრამ მზად არის, რომ საქართველოს რკინიგზამ დაიწყოს ქმედება აი ამ მიმართულებით რო განავითაროს. ერთი კითხვაც ბატონ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულფასოვანი ამოქმედების ფონზე ჯავახეთის ბიზნეს წრეები იმედოვნებენ, რომ ახალქალაქის სადგურს ტვირთების მიღების, გაგზავნის და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა. რკინიგზის რეალური ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ მისი არსებობით არ განისაზღვრება. წარმატება დამოკიდებული იქნება ტვირთნაკადების ზრდაზე, ასევე გზის გასწვრივ, სასაწყობე, ლოგისტიკური და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. თუ ეს პირობები შესრულდება, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს შეუძლია რეგიონებში ახალი ინვესტიციების, სამუშაო ადგილების და ეკონომიკური აქტივობის ზრდის მნიშვნელოვანი წყარო გახდეს. ახალქალაქის უნდა მიენიჭოს მშრალი პორტის სტატუსი. მშრალი პორტის ეს იგივე პორტია, იგივე ნავსაყუდელი, როგორ ვთქვათ, ნავსადგური, იგივე რკინიგზის სადგური და ასე შემდეგ. და პორტი ნიშნავს იმას, რომ ამის გარშემო მოხდება ამ ტვირთების ჩამოტვირთვა, ჩატვირთვა ერთია, მაგრამ ამ ტვირთების როგორც დახარისხება, ლოჯისტიკური რაღაც ცენტრები, საბროკერო, გამბაჟება, საბაჟო პროცედურები, დახარისხება, გადამისამართება სხვადასხვა მიმართულებით და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ხოლო მშრალი პორტისა კი არა, მე ვთვლი და ეს იდეა დიდი ხანია უკვე ეს მაქვს გაჟღერებული, კარგი იქნება თუ შეიქმნება საერთოდ ახალქალაქის თეზი. ეს არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა. თავისუფალი ეკონომიკური ზონა ახალქალაქში თუ შეიქმნება, აქ ძალიან ბევრი ინვესტიციები წამოვა და ამ რკინიგზის სადგურის პორტის გარშემო შეიქმნება ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურა. ეს მიმართულებით აქ მოხდება დახარისხება, ინვესტიციები ჩადდება სხვადასხვა ქვეყნებიდან და გახსნიან თავიანთ ტერმინალებს აქა, როგორც შუა აზიის ქვეყნები შეძლებენ, სომხეთი შეძლებს, აზერბაიჯანი შეძლებს, თურქეთი შეძლებს და ასე შემდეგ. და აქ მოხდება ამ ტვირთების დახარისხება. რა თქმა უნდა, ეს ეხლა პლუსები და გამოწვევებზე რო ვისაუბრო, რას მოიტანს ესა და რატომ არის ეს კარგი ჩვენი რეგიონისათვის და არა მხოლოდ სამხრეთ ჯავახეთისთვის და მთელი ქვეყნისათვის და მთლიანად სამხრეთ კავკასიისათვის. ჯერ თვითონ გეოგრაფიული ადგილმდებარეობა გვაძლევს საშუალებას იმას, რომ სუმცირე ეს ახლო 4 ქვეყანა ხო, ეს აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და თვითონ საქართველო იყოს ჩართული ამ ეკონომიკურ პროცესებში, აგრეთვე ახალქალაქს შეუძლია გახდეს ცენტრი, როგორც ვთქვათ, ევროპა, კავკასია, აზიისკენ და პირიქით, აზია, კავკასია, ევროპისკენ მიმართულებით და აგრეთვე, ალბათ ომი დამთავრდება ირანისკენ, ირანი, ინდოეთისკენ მიმართულებით გარკვეული ცენტრი გახდეს, სადაც მოხდება, ასე ვთქვათ, ტვირთების დამუშავების, დახარისხების ჰაბი, ეგრეთ წოდებული. ეს თავისუფალი ეკონომიკური ზონა, თეზი, ეს ფიქრობ, რომ აუცილებელია და სასწრაფოდ არის მოსაფიქრებელი, რომ საქართველოში გაკეთდეს, იმიტომ რომ შეიძლება იგივე ყარსმა გააკეთოს, თურქეთმა ყარსში გააკეთოს, ან აი მომავალში უკვე გიუმრიში გაიხსნას და სომხეთმა მოიფიქროს და მაგათმა გააკეთოს. ამიტომ ასე ვთქვათ, მოსაფიქრებელია და ამაზე უკვე საფიქრალია, რომ დროზე მოხდეს ამის შესწავლა და ამის დანერგვა და ინიცირება. ხო, პლუსებთან დაკავშირებით ის, რომ ჯერ ერთ რეგიონში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება,
ეს იქნება ლოგისტიკა, სასაწყობი მეურნეობები, საბაჟო მომსახურებები, სხვადასხვა კომპანიები, თვითონ რკინიგზის ტექნიკური მომსახურების სფეროში დასაქმებული ხალხი და გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, სადაც შეიძლება რომ აქ ჩამოვიდეს და აქ გადამუშავდეს და შემდეგ უკვე განაგრძოს ამ ტვირთმა სახე იცვალოს, ან ეტიკეტირება მოხდეს, ან დაფასება მოხდეს და წავიდეს. სატრანზიტო ფუნქციას მიიღებს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ახალქალაქის სადგური და აქ მოხდება მთელი ტვირთების დახარისხება, რომელიც გამომეორდები ის იქნება. თეზი თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოგცემს საშუალებას, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ. აქ გაიხსნას პატარა ქარხნები, არა მხოლოდ პატარა საწარმოები და ასე თავისუფალი ეკონომიკური ზონა ინვესტორებისათვის ძალიან მიმზიდველია, კი ბატონო. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა იგივენაირად, გქონდა რამოდენიმე შემთხვევა, ჩემი მეგობრებს თქვა კარტოფილის წარმოებისათვის უნდათ იტალიიდან სასუქის შემოტანა, მაგრამ ის ერთი ჯერი გადაწყვიტეს, რომ უნდა შემოეტანათ რკინიგზით, მაგრამ სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ახალქალაქის სადგურს გაივლიდა ესა, ჩადიოდა თბილისში, გადმოიტვირთებოდა იმ ეგრეთ წოდებული სატვირთო მანქანებზე და მერე მოდიოდა ეს თვითღირებულებას, რა თქმა უნდა, ზრდის და მეორე მხრივ თვითონ ადგილობრივი წარმოების, თუნდაც კარტოფილი, თუნდაც მესაქონლეობის, თქვა სხვადასხვა პროდუქტების გადაზიდვა, აქ ჩატვირთვა მოხდებოდა და გავიდა. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, მოყვება ამ ყველაფერს და იმიტომ რომ რახან დამაკავშირებელი იქნება ეს გზები და რაღაცეები საჭირო იქნება. მოსახლეობისთვის სოციალური შემოსავალის გარდა, ეხლა ჯავახეთში ვიცით, რომ სეზონურ სამუშაოებზე გადიან გარეთ და ეს სამუშაო ადგილები, როდესაც შეიქმნება, პირიქით რეგიონში იქნება საჭირო სხვა მუშახელი, უამრავი მუშახელი და ეს მოსახლეობა, თქვა ახალგარდები აღარ წავდნენ აქედან, რადგან აქ ადგილზე იქნება ის საშუალება, რომ ის აქ დასაქმდნენ და აქ ამას სოციალური მნიშვნელობაც აქვს, რა თქმა უნდა. გამოწვევებთან დაკავშირებით ის არის, რომ თვითონ სახელმწიფომ და ამ კომპანიებმა, რომლებიც იმუშავებენ, რა თქმა უნდა, უზრუნველუნდაყონ, რომ ამ რა ქვია, ტვირთების ნაკადები შემოვიდეს ახალქალაქის პორტში, ამ ეკონომიკურ ზონაში და ამისთვის არის საჭირო, ვთქვათ, ერთობლივი საწარმოების შექმნა, როგორც სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, შუა აზიასთან და ასე შემდეგ, რომ მოხდეს ყველაფრის. მეორე გამოწვევა შეიძლება იყოს ის, რომ დაგჭირდეს კვალიფიციური კადრები. კვალიფიციური კადრები სხვადასხვა მიმართულებით, არა მხოლოდ თქვათ რკინიგზის მომსახურებაში, არამედ ეს ლოჯისტიკაში, როკეტობა, საბაჟო მომსახურება და აბსოლუტურად ძალიან ბევრი სამუშაო. ამიტომ ჩვენი მოსახლეობა, თქვათ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაც უნდა იყოს მზად და ამისთვის თუ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სამგზავრო გადაყვანებიც დაიწყება, ეს რეგიონის ტურიზმს დიდ ბიძგს მისცემს. ექსპერტების შეფასებით, სწორედ ეს უნდა იყოს ლოგიკური ეტაპი ამ ხაზის სრული კომერციული ექსპლუატაციის შემდეგ. რკინიგზა არ არის მარტო ინფრასტრუქტურა, რა, ეს მინდა რომ ხაზგასმით აღვნიშნოთ. ხშირად გარკვეული ადამიანები cost benefit analysis როდესაც ატარებენ სარკინიგზო პროექტების, მხოლოდ ზომავენ პირდაპირ შემოსავლებს და პირდაპირ გაწეულ ხარჯებს. რა ეს არასწორი მიდგომაა, არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში სარკინიგზო პროექტების ეფექტიანობა და ეფექტურობა არ ფასდება მაგ კრიტერიუმით მხოლოდ და მხოლოდ. რკინიგზის განვითარებას გააჩნია მულტიპლიკაციური ეფექტი. აი მე მინდა რომ ერთი მნიშვნელოვანი ნიშაც არ გამორჩეს, ჩვენ ვსაუბრობთ სატვირთო მიმართულებაზე და ბუნებრივია სატვირთო მიმართულება არის უმნიშვნელოვანესი და არანაკლებ მნიშვნელოვანია სამგზავრო მიმართულებაც. აი რომელიც ჯავახეთის გააჩნია უნიკალური ტურისტული პოტენციალი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტებისათვის. აი თქვენ წარმოიდგინეთ, აი სურვილი გამოვთქვათ და მე ჩემი სურვილია ეს და მინდა გავაჟღერო, რომ აი თბილისი მაგალითად ახალქალაქის ყოველდღიური სამგზავრო მატარებლის ოპერირება. შემდგომ ბაქო, თბილისი, ახალქალაქის ან ერევანი, ან არა, უпроსტად ისიც და ისიც ერევანი, თბილისი
ახალქალაქის დანიშნულებით, შემდგომ გაგრძელებით ტურისტული მარშრუტის, მაგალითად სტამბულის მიმართულებით, იქიდანაც სამგზავრო მატარებლების რეგულარული მიმოსვლა, როგორც სატრანზიტო ახალქალაქისთვის, ასევე უშუალოდ ახალქალაქის დანიშნულებით. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურიზმისთვის. წარმოიდგინეთ კავშირებადობის მობილობის გაზრდა როგორ ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას თვითონ ამ ჯავახეთის რეგიონისთვის რა. სარკინიგზო ინფრასტრუქტურა აი რო ახსნათ ახალქალაქის სადგურის უნიკალურობა რაში მდებარეობს. ახალქალაქის სადგურში ხდება შეერთება ორი სარკინიგზო სამართლებრივი და ტექნიკური სივრცის. ეს არის 1425 მმ-იანი სივრცე, ეს არის ევროპული სისტემა, თავის სამართლებრივი ნორმატიული ბაზით, ტექნიკური თავსებადობით და ასე შემდეგ, რომლის ნაწილს წარმოადგენს თურქეთის რკინიგზაც, ბუნებრივია და აქეთ არის 1520 მმ-იანი სივრცის რკინიგზები, ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცის რკინიგზები, რომლის ნაწილს წარმოადგენს საქართველო. აი ამათი შეპირაპირების სადგურია. ეს გარდა რაღაც გამოწვევებისა, რომელიც ტექნიკურად დაძლევადია და ახალქალაქის სადგურს სულად შეუძლია, ახალქალაქის სადგურში მოწყობილია სამგზავრო მიმართულებით. მოკლედ, სამგზავრო ვაგონების წყვილთვლების ავტომატურად შეცვლის სისტემა, რომელიც კი არ ხდება მოკლედ ურიკების შეცვლა, არამედ სამგზავრო მატარებელი შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის შემთხვევაში ავტომატურად გადადის 1425 მმ-დან 1520 ან პირიქით. ან ეს სამგზავრო. სამგზავროს და ხოლო არ არის ეს ჯერ. არა, ეს დამონტაჟებული არის, ფუნქციონირებს. იცით არის ეგ? არა, უპირცი არა, სამგზავროზე ვამბობ. ახლა სატვირთოს რაც შეეხება, სატვირთოზე გვაქვს ორი ოფცია, ასე ვთქვათ. ერთი, როდესაც ხდება სამგზავრო ვაგონების აწევა შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობებით, გამოგორება ურიკების და შესაბამისი სიგანის ლიანდაგისზე ადაპტირებული ურიკების შეგორება და ასეთი კონცეფციით გადაზიდვის წარმოება და მეორე, როდესაც ხდება უშუალოდ ვაგონიდან ვაგონში ტვირთების გადატვირთვა. აი საკონტეინერო გადაზიდვებში მარტივად რო წარმოვიდგენენ, თურქეთიდან შემოსული მატარებელი, სატვირთო მატარებელი დგება, გვერდზე უდგება აქეთ 1520 მმ-იანი სიგრძის სიგანის ვაგონები და ხდება კონტეინერის აღება იმ ვაგონიდან და გადმოტვირთვა გვერდით მდებარე ვაგონზე. რომელიც მოკლედ ეს არის ესეც დამატებითი ღირებულება არის. ბუნებრივია უფასო ვერაფერი ვერ იქნება და ზუსტად აი ეს უნიკალური შესაძლებლობა რაც აქვს მოკლედ ამ სადგურს აი აქაც დამატებითი ღირებულების სერვისი იქნება, რასაც ქვია გადატვირთვა, ტვირთების დამუშავება, ურიკების შეცვლა და ასე შემდეგ. ანუ ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლის გარეშეც ამ 1425 მმ-ის რკინიგზის და 1520 მმ-იანი რკინიგზის შეპირაპირება ვერ ხორციელდება. ბუნებრივად, სხვა გამოსავალი აქ არ არსებობს. თუ იმ პირობით თუ ორივე სისტემა შეპირაპირება ხდება რა მაგრამ რეალურად ეს წარმოადგენს მსოფლიოს სარკინიგზო საზოგადოება დავარქვათ ამას გამოწვევას ინტეროპერაბელობა რაც ქვია ორი სისტემის ურთიერთქმედება მაგრამ ანუ იმ პირობაში თუ ეს ორივე სისტემა უნდა არსებობდეს მოცემულობა გვაქვს ერთიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს ხო მესმის სრულად გავიგე ანუ არსებობს ერთადერთი თეორიული გამოსავალი როდესაც ერთი ლიანდი უქმდება და მეორე ლიანდი კეთდება მთლიანად, რომელიც არის კოლოსალურ ფინანსურ სახსრებთან დაკავშირებული და ბუნებრივია სიმართლე გითხრათ მე ამ ფუნქციის ჩამოშორებას ახალქალაქის სადგურისთვის არავითარ შემთხვევაში არ ვემხრობი პირდაპირ რო გითხრათ. ზუსტად ეს არის ის უნიკალური შესაძლებლობაც, უნარიც და ის წერტილი, სადაც შესაძლებელია ოღონდ ეს იმას არ გამორიცხავს, რომ ჩვენ არ ვიმუშაოთ მაგალითად რაღაც ოპერაციების ელექტრონიზაციაზე, დიჯიტალიზაციაზე, დაჩქარებაზე, ოპტიმიზაციაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ. აი ეს არის და რა ვიცი, ახლა სამგზავრო სადგური ის ვახსენეთ, სამგზავრო მიმოსვლის აღდგენა და ეს კავშირაბადობას როგორ უზრუნველყოფს, ხო წარმოგიდგენიათ რეგიონი როგორ გააქტიურდება და რა ვიცი, ახლა ერთი აღნიშვნის ღირსი ახალქალაქში მდებარე სამგზავრო შენობა, ეს ვაგზლის შენობა, მოკლედ, რომელიც გერმანელი არქიტექტორის მიერ არის დაპროექტებული და მართლა აი შედევრს წარმოადგენს
პირდაპირ მნიშვნელობით. ჩვენი ლოგიკური მიდგომით, ანუ გაიხსნა უკვე მარაბდა ახალქალაქი და სრულად უნდა ჩაიბას და ევნება მოკლედ კომერციულ ექსპლუატაციაში და შესაბამისად შემდგომი ნაბიჯი მოკლედ იქნება ალბათ სამგზავრო მიმოსვლის ადგენაც, რომელსაც ალბათ გარკვეული დრო დაჭირდება, ახლა მე მაგაზე გამიჭირდება საუბარი. ამ ეტაპზე არც მას უფლებამოსილება გამიჭირდება, მაგრამ საბოლოოდ სურვილის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნისთვისაც და ბუნებრივია ჯავახეთის რეგიონისთვისაც სასწაულად. აღდგენაო ამბობთ და ადრე იყო ეს სამგზავრო ამბავი აქ? სამგზავრო, ახლა ბუნებრივია თურქეთთან საკინგზო მიმოსვლა არ ქონდა ჩვენ, მაგ ახალ აშენებულია მოკლედ ეგ მონაკვეთი. რაც შეეხება თბილისი ახალქალაქი, დადიოდა როგორ არა თბილისი ახალქალაქის სამგზავრო მატარებელი დადიოდა, გამიჭირდება ხა წლის გახსენება. ანუ იყო ისეთი, გავიგე. კი, დადიოდა, აი თუ თქვენ ახლა იქნებით ნამყოფი ახალქალაქში, თვითონ უშუალოდ ქალაქში არის ძველი სამგზავრო სადგურის შენობა, მოკლედ. აი რო შევდივართ ახალქალაქის დღეს არსებული რკინიგზის სადგურიდან, მოკლედ ახალქალაქში თვითონ იქ არის ხელმარჯვნივ ძველი სამგზავრო შენობა. გით ბატონო, მადლობა დიდი დაგემშვიდობებით, სულ ეს არის. მადლობა დიდი ესეთი ამომწურავი ინტერვიუსთვის, როგორც ყოველთვის. კარგად იყავით, მოგცემთ ლინკს, როგორც კი გავაკეთებთ მასალას. ჯერ უნდა ჩავწერო ხალხი კიდე. კარგი, მადლობა. ექსპერტების შეფასებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულფასოვანი ამოქმედება მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას არ ემსახურება. ახალქალაქის სადგურის და მარაბდა ახალქალაქის მონაკვეთის პოტენციალის გამოყენებამ შესაძლოა რეგიონს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები გაუხსნას, გაზარდოს ტვირთბრუნვა, გააძლიეროს ადგილობრივი ბიზნესი და საქართველოს ეტაპობრივად უფრო მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე ლოგისტიკურ ცენტრად აქციოს.